მოგესალმებით, ეს არის სათემო რადიო კასპის ხმა და დღევანდელ გადაცემას გავუძღვები მე, მაია შაველაშვილი. ჩვენი რადიო კასპის ხმა შეიქმნა პროექტი მისი ხმას ფარგლებში DVV International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც პატრონირობს ონბაზოწოს გერმანიის სათემო რადიო Z და კასპის დასულთა განათლების ცენტრი. დღეს ჩვენს გადაცემაში გვინდა წარმოგიდგინოთ წარმატებული მეწარმე ანტრეპრენერი, ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრი ბატონი ტარიელ მიდელაშვილი. მოგესალმებით ბატონო ტარიელ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. საინტერესო პროექტია, საინტერესო საქმიანობას ეწევით. დიდი ხანია ვადევნებ თვალს თქვენს ეთერს და მინდა რომ გისურვოთ წარმატებები. დიდი მადლობა თქვენს ასევე გადაცემაში მობრძანებისათვის და გთხოვთ მოგვიყვეთ თქვენი საქმიანობის შესახებ. ესე იგი, ჩემი საქმიანობა მოიცავს მეფუტკრეობას, თუმცა არა მარტო მეფუტკრეობას, ჩვენ ვაწარმოებთ ფუტკრის პროდუქტებს დივერსიფიცირებული სახით. ფუტკრის პროდუქტებს ჩვენ მაღალ ტექნოლოგიურად, თანამედროვე ტექნოლოგიებით ვამუშავებთ. შემდეგ ვათავსებთ კაფსულებში ან ვატაბლეტებთ და როგორც წამლის ფორმები, თუმცა ეს რა თქმა უნდა წამალი არ არის და ეს არის გამაჯასახებელი დანამატი, როგორც წამლის ფორმით, ასე ვაწარმოებთ მარტივად მოსახმარებელი რო იყოს. ძალიან კარგი. ბატონო ტარიელ, საიდან წამოვიდა თქვენთან ეს იდეა და როდიდან ხართ დაკავებული ამ საქმიანობით? დაახლოებით 15-16 წლიდან გამიშდა ინტერესი ფუტკრის პროდუქტები გავამეყენებინა როგორც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საშუალება. თუმცა ჩემი ოჯახი წლების განმავლობაში ეწევა მეფუტკრეობას როგორც ტრადიციული საქმიანობა და მეც ჩართული ვიყავი ამ ხნის განმავლობაში ამ საქმეში. ესე იგი, იმისათვის რომ მსგავსი პროდუქტი შემექმნა, მე ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში, შესაბამისი განათლება მივიღე, დავამუშავე, შესაბამისი პრაქტიკა მივიღე, შევისწავლე აბსოლუტურად ყველა გარემოება, რაც დამჭირდებოდა ამ საქმიანობისთვის და შემდეგ დღესდღეობით უკვე ვაწარმოებთ ჩვენ ფუტკრის პროდუქტებს, როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, კაფსულების, ტაბლეტების, ეს სუსპენზიების, ექსტრაქტების და ასე შემდეგ ამ ყველაფრის სახით. ძალიან კარგი. ნამდვილად სასიამოვნო ასეთი სიახლეების მოსმენა და გარდა აღნიშნული საქმიანობისა კიდევ რით ხართ დაკავებული? უმთავრესი რაცა ცხოვრებაში მე ჩემ თელ რესურსს ისევ და ისევ განვითარებაში ვდებ. ამჟამად ერთ-ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობ კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ დამთავრებული მაქვს უკვე 2 უნივერსიტეტი და ძირითადად სწავლას უთმობ დროს, თუმცა გარკვეულწილად მაქვს ჩემი ინტერესებიც, ჰობიც და ასე შემდეგ. ძალიან კარგი. და თუ შეიძლება ცოტა ცლად გვესაუბროთ თქვენი ჰობის შესახებ. ჩემი ჰობი, ასე რომ ვთქვათ, წარსულში სპორტსმენი ვიყავი, პროფესიონალურ სპორტს მივყვებოდი, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო შევწყვიტე ეს სპორტი და არც ახლა ვეშვები ბოლომდე და ვცდილობ მაქსიმალურად ჩემი თავისუფალით რომ გამოვიყენო იმისთვის, რომ ისევ სპორტულად ვიცხოვრო, აქტიურად ვიყო, ვიჭიდაო და ასე შემდეგ. თუმცა ამის გარდა სხვა ჰობებიც მაქვს. ძალიან კარგი. გარდა აღნიშნული საქმიანობისა, რა პროექტებში გაქვთ მონაწილეობა მიიღებული და თუ გაქვთ გრანტები მოპოვებული? დიახ, მაქვს რამდენიმე გრანტი მოგებული. თავდაპირველად რომ დავიწყე საქმიანობა, ეს იდეა რომ გამიჩნდა უბრალოდ საერთოდ არ ვიცოდი, რა სახსრებით უნდა გამეკეთებინა. თუმცა მე პროექტი აწარმოე საქართველოში, მივიღე მონაწილეობა პროექტში, სადაც გავიმარჯვე და ამ გამარჯვებული თანხით გავაკეთე, პატარა მინიმალური საწარმო. შემდეგ მეორე პროექტი იყო საქართველოს სავაჭრო სამეწარმეო პალატის მხრიდან
უფასო საიტი ბიზნეს პროექტს ასე ერქვა, სადაც ასევე გავიმარჯვე და დამეფინანსეს საიტი და დღესდღეობით ჩემს ბიზნესს უკვე აქვს გამართული საიტი და შემდეგ ახლა უახლოესი წარსულის პერიოდში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ჯიტა აცხადებდა პროგრამას ინოვაციური პროდუქტის მიმართულებით ექსპორტის სამომავლოდ ექსპორტის ხელშესაწყობად. ამ პროექტშიც მივიღე მონაწილეობა, 31 აპლიკანტი იყო ფინალში და 4 გამარჯვებული და ერთ-ერთი ამ 4-თაგან ვიყავი მე ამ პროექტით. ძალიან კარგი ეს ნამდვილად სასიამოვნო და მისასალმებელია, როცა ჩვენი მკვირნი ასეთ წარმატებულ გზას გადიან რაიონისა და ქვეყნის სასახელოდ და წარმატებებს გისურვებთ კიდევ ერთხელ და უბრალოდ გთხოვთ მოგვახსენოთ რა სამომავლო გეგმები გაქვთ თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით, რას აპირებთ გავრცობას, გაგრძელებას სიახლეების დანერგვას. დღესდღეობით საქართველოში მხოლოდ ჩვენ ვაწარმოებთ მსგავს პროდუქტს და ჩვენ გვაქვს უდიდესი მიზნები. ამ ეტაპზე ჩვენ ვაწარმოებთ რამდენიმე სახის დანამატებს, ასე რომ ვთქვათ, ფუტკრის პროდუქტებთან ერთად ფუტკრის პროდუქტების კაფსულებს და სხვადასხვა დანამატებს, თუმცა სამომავლოდ ჩვენ გეგმავთ შევქმნათ კონკრეტული მიმართულების დანამატები, ასე ვთქვათ, დიაბეტის მიმართულებით, ანემიის მიმართულებით, უშუალოდ ენერგეტიკული ღირებულების მომატების მიმართულებით, იმუნიტეტის გაძლიერების და მხარდაჭერის მიმართულებით, სიმაღლეში ზრდის მიმართულებით და ასე შემდეგ. ჩვენ გვექნება ყველა მიმართულების, თითქმის ყველა მიმართულების კონკრეტულად გაძლიერებული ეფექტის ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, რომლებსაც მომხმარებელი მოიხმარს. ძალიან სასიამოვნოა ასეთი სიახლეებისა და ასეთი წარმატებული ახალგაზრდების მოსმენა ჩვენის მხარიდან. წარმატებებს გისურვებთ თქვენს მომავალ საქმიანობაში, როგორც ოჯახურ ბიზნესში და ასე ვთქვათ და როგორც თქვენ კონკრეტულ კარიერს და დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისათვის. მადლობა თქვენ. ასევე დიდი მადლობა DVV International-ს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერისათვის, გერმანიის საცემო რადიო Z-სა და კასპიის ზრდასრულთა განათლების ცენტრს. მადლობა ჩვენს რადიო მსმენელს და მათ ვპირდებით კიდევ და კიდევ სიახლეებით შეხვედრას და სასიამოვნო ამბების მოსმენას. მომავალ შეხვედრამდე.